ლოცვა დიდი სიყვარულით და მინდა რომ ეს დღევანდელი ლოცვაც ყოფილებოს ჩვენი მოწესრიგების ჩვენი სულიერი ძალების გამაძლიერებელი ჩვენ სულიერი ძალებისა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი დაბრკოლება, ძალიან დიდი წინააღმდეგობები არის ხოლმე ამ ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ გადალახვადია ყოველი თუკი ჩვენ ის სიბრძნეს მოვიმარჯვოთ. ის სიბრძნეს თუ მოვიმარჯვოთ, ის სიბრძნე თუ შევიარაღდებით, ყველა დაბრკოლება, ყველა სულმოკლეობა, შიში, ბრძოლა, ხილული თუ ხილავი დისკომფორტი, ყველაფერი გადალახვადია. რატო? იმიტომ რომ ის სიბრძნე, სახარებისეული სიბრძნე არის პროტოკოლ განხენებული რაღაცა ნეიტრალური ცოდნა. ეს ყოველთვის ის ცოდნა, რომელიც ძალის მატარებელია. ცოდნა ძალაა, რო გაგვიგია, ეს ცოდნა ძალაა, ყველა ცოდნა ძალა არ არის. თუმცა კი შეიძლება რაღაც კონტექსტში ყველა ცოდნა ძალა იყოს, მაგრამ განსაკუთრებული ძალის მატარებელი და პირველი ძალის მატარებელი ხარისხობრივად ეს არის ღვთაებრივი ცოდნა, რომელიც ისეთი ძალაა, რომელიც ყველა დაბრკოლებას გადაალახინებს ადამიანს. რატომ? იმიტომ რომ ამ ცოდნას ის ძალა აქვს, რომ ადამიანში გაცოცხლებული, ადამიანში რეალიზირებული ეს ცოდნა ისეთ იმუნიტეტს აძლევს მას, რომ ცვლის უკეთესისგან, არა მარტო მის შიდა სამყაროს, არამედ მის გარე სამყაროსაც ცვლის და შესაბამისად ესეთი ადამიანი გენერირებს შინაგან სრულყოფილებას მის ექსტრა ცხოვრებაში, მის გარეგან ცხოვრებაში. რადგან შინაგანი სრულყოფილება ყოველთვის ვერ დამალავ როგორც ცეცხლს უბეში, აუცილებლად ფიქსირდება, აუცილებლად კოპირდება, აუცილებლად ეს ვთქვათ გამოისახება გარე ადამიანის გარე სულიერ ატმოსფეროშიც და რეალიზირდება მასშიც. ამიტომ თავისუფლების რა თქმა უნდა ამ პრობლემებისგან თავისუფალი ვერავინ ვერ იქნება. ამ პრობლემებს ვერავინ ვერ გაიქცევა. ბრძოლა იქნება, მაგრამ ბრძოლაში გამძლეობა უნდა ვისურვოთ. როგორც ამბობს დღევანდელ სახარებაში ქრისტე, შემომიდეგი მე, შემომიდეგი, ანუ იმ შემოდგომაში, რომ შეუდგება ადამიანი ქრისტეს, ამ შედგომაში იგულისხმება ის, რომ იგი თანხმობას აცხადებს აზრით, სიტყვით და საქმით იმ გამოხსნაზე, რაც ქრისტემ ჩვენთვის მოიპოვა და ჩვენ მოგვანიჭა, ჩვენთვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის. მოიპოვა, მოგვანიჭა სამმაგი მსახურება აღასრულა და ძლია ამას სოფელსა, რათა ჩვენც თანამძლე გავხდეთ ამას სოფელში და ამას სოფელზე. არა მარტო ჩვენ თავით თვისით ამას ვერ ვიზავთ, არამედ თვალთან ერთად ჩვენ ამ დუალობას, ამ ასე ვთქვათ, ამბივალენტურობას, ამ ცხოვრების გაჭირვებას, ამ ცხოვრების არჩევანებს შორის, ამ ცხოვრების გაორებასა და ამ ფასეულობებს შორის გამთლიანებას მაშინ პოვებ და სწორ არჩევანს და მართალ არჩევანს მაშინ გავაკეთებ, როცა მათი გამჭვრეთ, რომელსაც ვახსენე, მათ შევხედავთ ღვთაებრივი სახარებისეული სიბრძნის რაკურსიდან. შევხედავთ და ტრანსცენდირებას გავაკეთებთ მათი და დავინახავთ რა მათ სწორი რაკურსით, სწორი ასპექტით, მართალი ასპექტით, აუცილებლად სწორ და მართალ არჩევანს გავაკეთებთ. რატომ? იმიტომ რომ მართალი არჩევანი დღეს მით უმეტეს ჩვენთვის აუცილებელი და საჭირო და სავალდებულოა. რადგანაც თუ მართალ არჩევანს არ აკეთებ, მაშინ ესე იგი არასწორ არჩევანს აკეთებ. როცა არასწორ და არამართალ არჩევანს აკეთებ, მაშინ ცოდვას იდენ, იმიტომ რომ ყველა ცოდვა დაკავშირებული არის იმასთან, რომ შენ გინდა რაღაცა თავი მოიტყო, ან რაღაცა მოატყო, ან რაღაცაზე თვალები დახუჭო, ან რაღაც არ გააცნობიერო და არასწორ არჩევანთან არის ცოდვის ჩადენა ყოველთვის დაკავშირებული. რომელსაც მეტნაკლებად ჩვენ ყოველთვის ვიცით და ყოველთვის ვხედავ და ვგრძნობთ ხოლმე ამას, როცა ვიდენ ცოდვას. მაგრამ დროებით შეიძლება თავი მოვიტყოთ, თორე ზეცას ვერ მოვატყუებთ. და როცა ხვდებით ამას, შემდეგ უკვე ხვდებით, რომ შედეგად უნდა ვინანოთ და მოვინანოთ ყველაფერი. წესები ამას სოფლის ცხოვრების წესები, ამას სოფლის ცხოვრებისა, წესები ამას სოფლის ცხოვრებისა. ესეთი გაწერილია ყველაფერი სახარებაში. ისე წერია, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, ისე არის გაწერილი, რომ ამას თამაში, ამის იგნორირება, ამის უგულებელწყობა, ამის ასე ვთქვათ, გვერდის ზავლა არ და ვერ გამოვა. და ყველა ადამიანი თავს მოიტყუებს, ამას ვერ აცდება. ეს არის სავალდებულო და არა სასურველი ცნება წესები. ამიტომ თუ გვინდა ჩვენ რომ ავავსოთ და შევავსოთ ჩვენი სულიერი სამყარო და არ იყოს სიცარიელი მასში, რადგანაც წმინდა ადგილი ცარიელი არასდროს არ არის მასში, ან კეთილი ძალა, ან ღვთაებრივი მადლია, ან მაშინ მასში არის ბოროტი ძალა და შედის სხვა რაღაცა. ამის ღრმა გაგებას ძალიან დიდი შრომა უნდა. ძალიან დიდი
აზროვნება უნდა, ძალიან დიდი ღვაწლი უნდა, ძალიან დიდი უარყოფა უნდა საკუთარი ჩრდილისა, საკუთარი უარყოფითი ასპექტისა. იმიტომ რომ სანამ დადებით თან მიხვალ, მანამდე შენი ჩრდილოვანი მხარეს გადააწყდები. ამ ჩრდილოვან მხარეს, რომელიც თავზარდს დაქცევს. იმიტომ რომ შენ რო გონია შენი თავი ისეთი არ ახარ. შენ რო გონია შენი თავი ისეთი ვერ ახარ. და ამას რომ გადააწყდები და თავზარდასებული შეძრწუნდები შენი რეალური სულიერი პორტრეტის დანახვისას, აი მაშინ დაგებადება აზრი, შეინანო და გამოასწორო, გათალო შენი ის უარყოფითი რაც არის ყველაფერი გამოასწორო, რათა იმას მიუახლოვდე, რაც შენზე ჩაფიქრებულია ზევით, ზეცაში და შენი სულიერი ცხოვრება მაშინ გარდაიქმნება და გამოდიხარ ცოდვის ლაბირინთიდან და მაშინ და მხოლოდ მაშინ ხდები თავისუფალი და მიუჯაჭვები, არ ახარ მიჯაჭვული ამ სოფლის ბალასტზე და სიმძიმებზე და არ გაქვს მოკიდებული ზურგზე რაღაცა ისეთი ტვირთი, რომელიც ვერსად ვერ წაიღო. ის ტვირთი დასათვალებელი და რაც მოსაშორებელია, უნდა მოშორებული იქნას, რასაც გაცილებს ღმერთი. მადლობა უნდა თქვა. იმიტომ რომ გაცილებს ყოველთვის იმას, რაც შენთვის მავნეა და რაც შენ გაგრძელებს, მოსაცილებელია. და შენი ძალა ზუსტად ამ თავისუფლებაში არის, შენ შვიდად მაღალი ხარისხით, სხვა ხარისხის სიმშვიდით, რომელიც უბრალო სიმშვიდით კი არა, სხვა ხარისხის სიმშვიდია, ეს ქრისტიანული სიმშვიდე, თორე ნარკომანის მშვიდია ზოგი და ლოთიც და მოღალატეც და გამყიდველიცაც თავისი სიმშვიდი აქვს, რაღაცა დაწყარდება და თვითმაყოფილებას პოულობს, რომ გაყიდის ვინმეს, ჩააბარებს ჯარში, ან რაღაცაში გაცვლის, ან რაღაცას ვიღაცას ზურგში აქცევს. ან უმადური ადამიანის მშვიდია თავისებურად, მაგრამ ხარისხი ქრისტიანული სიმშვიდისა უფრო მაღალი და სხვა ხარისხისაა, როგორც ყველა სათნოება. მოთმინება, უბრალო მოთმინება არ არის, ეს მოთმინება არ არის, უბრალოდ რაღაცა რეფლექსზე თავის შეკავება. ეს არის ტრანსცენდენტული მოთმინება, მოთმინება მეტაფიზიკური, რომელიც ყველა მოთმინებას აღემატება, მოითმინეთ, დაითმინე ხომ? მოთმინებით შენ მოიპოვე სულსაც, შენ სულს მოიპოვე. აი ეს არის იმედიც, ის სხვა იმედია, კიდევ უფრო მაღალი იმედი, ვიდრე უბრალო იმედი რაღაც ტრივიალური საკითხების მოპოვებისა. მაგრამ ვეცადოთ, რომ დიდი სიყვარულით, დიდი მოთმინებით, დიდი სულგრძელობით ახალ ადამიანად ვიშვათ. ეხლა ხან იყო შობა და კვლავ მინდა რომ აი შობის ეს მადლი, ახალ ადამიანად შექმნის მადლი ყოველთვის თქვენთან შესაძლებლობა მსყოფელი იყოს და ყველა ეს ჭრილობა, რასაც ეს პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრები ხალხი ვაწყდებით და გვარიჭებს ჭრილობებს, მოშუშებული იყოს ქრისტეს შემდედებელი ძალა მადლით, მოშუშებული იყოს და ზახსნილი ქონოდეთ ის საიდებლად სული საცხოვრებლად. მადლობს ჩვენ იესო ქრისტეს, იქოს თქვენ ყოველთვის თანა. ამინ.